გორში პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიან ღამით გართულდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა კაცს თავისა და კიდურების ძლიერი ტკივილი ჰქონდა, ორჯერ კი გული წავიდა. ვივამედიდან გაწერილ პაციენტს ახლა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ. მედიკოსების განმარტებით ტვინის შერყევა არ დასტურდება. ახლა მას შესაბამისი კვლევები უტარდება. უკრაინამ ვოლგოგრადში ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. აფეთქებები იყო ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ლუგანსკში. წუხელ კი რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მიმართულებით ასობით დრონი გაუშვეს. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 9 მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა. რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10 სართულიან საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, დაშავებულია 2 ადამიანი. ეს ინციდენტი წარმოადგენს სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უგმობთ რუსეთის უპასუხისმგებლობას, ნატო გააგრძელებს თავდაცვის გაძლიერებას, ასე გამოეხმაურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრეს-სპიკერი მომხდარს. ევროკომისიამ ტემუს აშიში საბავშვო სათამაშოებისა და გაუმართავი დამტენების გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. BBC-ს ცნობით, ჯარიმის გადახდის გარდა კომპანიამ 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა ხარვეზის აღმოსაფრთხელად.